გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში. აკრებში მშენებლობა სექტემბერში დაიწყო და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბრამდე მოქმედებს სპეცფასი, ასე რომ იჩქარეთ და უფრო მეტი დეტალების შესატყობად შეგიძლიათ ვიდეოს ქვემოთ გაეცნოთ აკრების ვებგვერდზე უფრო მეტ დეტალებს და მეტ ინფორმაციას ახალი უბნის შესახებ. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ჩემთვის უსაყვარლეს, ერთადერთს და განუმეორებელს დალიკა ანტღულაძეს, რომელმაც ნოლიდან მარტომ შექმნა საკუთარი ბრენდი და მას დღეს აქვს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოწინავე ესთეტიკური კლინიკა. დალიკას ისტორია ჩემთვის არ არის უბრალოდ წარმატების ისტორია, ქალის წარმატების ისტორია. მისი გამოცდილება და მისი ცხოვრება ჩემთვის არის გამბედაობის, საკუთარი თავის რწმენის და ქალურობის მასტერკლასი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც დღეს ის გაგვიზიარებს და მე ამისთვის მადლიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა დალიკა, რომ დღეს შენ ხარ სტუმრად ჩვენთან. და ქალების აუდიტორიას გაუზიარებ შენ გზას, შენს გამოცდილებას და მე დარწმუნებული ვარ დღევანდელი საუბრიდან რაღაც ახალს აუცილებლად გაიგებენ ჩვენი მაყურებლები და ეს საუბარი იქნება რაღაც ერთგვარი ახალი იდეებისთვის ინსპირაცია ან თუნდაც შთაგონება იმისთვის რომ გადადგან გაბედული ნაბიჯი თავის ცხოვრებაში. სანამ დავიწყებთ დღევანდელ ეპიზოდს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უყურებთ ჩვენ არხს. ჩვენი პოდკასტი ცოტა გაიზარდა, პატარა გუნდი ყავს უკვე და ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ერთგული მაყურებლები. გვიტოვებთ კომენტარებს, მოგწონთ ჩვენი ვიდეოები და მე ამისთვის მადლიერი ვარ. იმისთვის, რომ ეს არხი კიდევ უფრო გაიზარდოს და განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, ასე რომ თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ, გთხოვთ გახდით ჩვენი გამომწერი და აწკაპეთ subscribe ღილაკს. აი ეს არის თქვენი მხრიდან ყველაზე სწრაფი და უფასო გზა, რომ გახდეთ ჩვენი მხარდაჭერი. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ. დალიკა, შენ ძალიან ბევრი ქალისთვის ხარ სილამაზის ეტალონი და ქალი, რომელიც მათ სილამაზეზე ზრუნავს და მათ ბედნიერებაზე ზრუნავს. მოდი, საუბარი დავიწყოთ იქიდან, აი შენთვის ბავშვობიდან რასთან ასოცირდებოდა სილამაზე? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სილამაზესთან? მოგესალმებით. დალიკა იყო ცოტა განსხვავებული ბავშვი, სხვა ბავშვებთან შედარებით. ერთ-ერთ ისტორიას გავიხსენებ, როდესაც მე და ჩემი დეიდაშვილები ზაფხულში ბებოსთან ვრჩებოდით. ისინი უმეტესად ბიჭები არიან. წარმოიდგინეთ, გურული დიდი ეზო, სპორტული აქტივობებით იყვნენ სულ დაკავებულები, ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, ზოგი ველოსიპედებით სეირნობდა და მე ამ დროს ვიჯექი ეზო შუაგულში. ვაკეთებდი ჩანახატებს, ვხატავდი და ჩემი მთავარი აქსესუარი ყოველთვის იყო ბერეტი, ზაფხულში ნაქსოვ ბერეტია საუბარი. აი ამ პოზაში ვიყავი, ვუყურებდი მათ და შეძახილები ბიჭებიდან ფუფალ არ იყო ჩემთვის ბულინგი, არ იყო ჩემთვის დაცინვა. ეს იყო ქალი, რომელსაც ქოლგაც ჰქონდა, პუდრიც ჰქონდა, პომადაც ჰქონდა და ესთეტიურად ჩემთვის მისაღები იყო. დაახლოებით ავტორს როგორ ყავდა ეს გმირი წარმოდგენილი, დაახლოებით რა თქმა უნდა ხვდებოდი და ვგრძნობდი, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი ესთეტიურობა, მისი აქსესუარები. გამორჩეულობა. მაგიტო დაახლოებით ალბათ 7-8 წელს ვიქნებოდი. ამ ისტორიაში ვიყავი ესთეტი და როცა სკოლაში შევედი, მაშინაც ისეთი ცოტა განსხვავებული სპორტის გაკვეთილზე ვიყავი მაყურებელი. არასდროს არ ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი იმ გოგოს თავისი სამოსით არ უნდა ერბინა. არ ვიცი, ეს თანდაყოლილი იყო, ვფიქრობ, აი ამ როლში ვიყავი
ბავშვობიდან, რომ რაღაცნაირად გაბრანჭული ფერთა შეხამება 60 ძალიან ხშირად ესკიზებს მე ვაძლევდი მკერავებს და მოიცა ვიმკერავებს აი გულისხმობ? მაგალითად სკოლის ფორმა როდესაც ხო. იკერებოდა აი ამ ესკიზს ვაძლევდი მე და დღესაც რო ვუყურებ ფოტოებს ხელოვნების ნიმუში არასტანდარტული, განსხვავებული რასაც ვთხოვდი, მაგ თემაში ნამდვილად მემორჩილებოდნენ და ყველაფერს მისრულებდნენ. ანუ მაშინ იყო ეს სტანდარტული კი, ფორმები, კი, რაღაც ჩემი იყო ბაბთა. აბსოლუტურად განსხვავებული. ვარცხნილობაც ყოველთვის განსხვავებული მქონდა და არ ვიცი როგორ არ ვიღებდი იმ დროს შენიშვნებს. ხო, ეს დედას საინტერესო. აღზრდის მკაცრი წესები ჰქონდა ძალიან, მჰმ. რაც უფრო სწავლას უკავშირდებოდა, მაგრამ აი ამ თემაში, რომ სამოსთან, ვარცხნილობასთან, ესთეტიკასთან ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა, აქ არ იყო წინაღობაში და აქ ანუ შენი მოყოფილებდა. გაქონდა ისეთ იცით რეჟიმში, როგორ იყო, ხო, რაღაც თითქოს აი ესეთი სტანდარტიზებული რო იყო. გაქონდა ეგეთი ბავშვი არ ხო. ვიყავი, რაღაცნაირად ვითხოვდი, ძალიან ვთხოვდი ალბათ, რომ დაასრულებდნენ. შენი სურვილები კი, აესრულებდნენ. კი, და ეხლა სურვილი შენ სულ უკავშირდებოდა ესთეტიკას და სილამაზეს. ეხლა შენ ახსენე დედა მკაცრად მზრდიდა. აი როგორ ოჯახში იზრდებოდი და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლებს? განებევრებული ბავშვი ვიყავი, დედას აღზრდის მეთოდები იყო ნამდვილად მკაცრი, რომ მჰმ. ის ყოველ დღე ითხოვდა, რომ ნიშანი უნდა ყოფილიყო ყოველ დღე 5 თუ 4-ს მივიღებდი. არ მახსოვს ესეთი ფაქტი, სახლში არ მოხვალ. სად უნდა წავსულიყავი, არ ვიცი, მაგრამ ხო, ესე მკაცრად. თუმცა დედადან ყველაზე კარგი რაც ვისწავლე და ცხოვრებაში, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში არის ჩემი ნაწილი, არის დისციპლინა. მჰმ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მამა ლოიალური, მამადან შენიშვნა არასდროს არ მიმიღია, ჩემი ცხოვრების მაგალითია. აი გოგოების და მამების სიყვარულის კი, ისტორიები. ხო, ვიცით როგორც ხდება. და ყველაზე მთავარი მამიდან, ყველაზე ძვირფასი რაც მახსოვს, რომ უნდა ყოფილიყავი თავმდაბალი. ალბათ იმ ბრანჭია გოგოსთვის ეს უნარი აუცილებელი იყო. და თვითონ მშობლებისთვის შენ როგორი იყავი? როგორ გახასიათებდა მაგალითად დედა? დედისთვის როგორი გოგო იყავი? დედა, ნუ მშობლები მახასიათებდნენ, რომ ნუ რაღაცა ზოგი პეპელას მეძახდა, ზოგი ყვავილს, ბრანჭია რა თქმა მჰმ. უნდა. განსხვავებული ვიყავი, ნამდვილად განსხვავებული. ერთადერთი აი დედის დახასიათებაში მე რაც არ მომწონდა და დღემდე მახსოვს, ეს ყველაფერი მისაღები იყო. ბრანჭია რაღაცა, ნუ კარგად მჰმ. ვსწავლობდი, ჭკვიანი იყო და მაგრამ ამბობდა, რომ არის ძალიან საწყალი და რა მართლა? იშველება. კი, და მმ. აი ეს ყოველთვის მინდოდა, რომ მომეშორები ამ დახასიათებაში, ჩემთვის ეს არ იყო მისაღები. შენ სხვა თავს არ დანარჩენს აღიქვამდი არა, საწყლად. სხვა დანარჩენი ვეთანხმებოდი. ხო, ის რა საინტერესოა. მე ხშირად გამიგია იცი, რომ აი მშობლები ასეთ შვილებს, რაღაც ცოტა უფრო ნაზ-წყნარ შვილებს, აი ესე ახასიათებენ საწყალი, ჩუმი, მუნჯი. ზოგადად რაღაც დამთმობი ვიყავი. აი ბავშვი რომელიც მჰმ. რაღაცისკენ იბრძვის, ეს არასდროს არ მქონდა. ვემორჩილებოდი, თუმცა აი იმ თემაში როგორ ვახერხებდი მოდასთან იმ დროს ხო. კავშირს, ეგ ცოტა გასაკვირი იყო. ხო, ჩემთვის შენ ყველაფერი ხარ, გარდა საწყალი ადამიანისა, შენ ხარ არ ვიცი, მაგას კიდე განვავრცობთ დღევანდელ ეპიზოდში, აი ასეთი ქალური ნაზი და თან ძალიან წარმატებული, აი ასეთ კონკურენტულ გარემოში, მაგრამ მანამდე მოდი მოგვიყევი, როგორ აღმოაჩინე შენი მთავარი მოწოდება ამ ცხოვრებაში, შენი საქმიანობა, ის რაც უნდა გეკეთებინა მთელი ცხოვრება. მე ვარ რამდენიმე პროფილის ექიმი, მჰმ. თავიდან თერაპევტი. ძალიან დიდი გზა
გავიარე. მჰმ. მე რომ ამ ადგილზე მოსულიყავი, დაახლოებით 14-16 წელი ვისწავლე და პირველი პროფილის შემდეგ მივხვდი, რომ არა, მე სილამაზესთან კავშირი უნდა მქონოდა და გავხდი დერმატოლოგი. ამის შემდეგ აი ეს სფერო ჩემთან იყო ძალიან უკვე ახლოს. დაახლოებით 16 წელი ამ სფეროში მოღვაწეობ და მადლიერი ვარ, რომ ჩემი ადგილი აქ ვიპოვე. მაგრამ შენ სანამ შენს კლინიკას დააფუძნებდი, მანამდე ხო გქონდა სამუშაო გამოცდილება? აი რა გასწავლა იმ წლებმა? იცით როგორ არის, მე ძალიან ლოიალური ადამიანი ვარ, სადაც მიმუშავია ყველგან მთავარი ჩემთვის ღირებული არის ადამიანებთან ურთიერთობა, ყოველგვარი ხმაურის, კონფლიქტები. ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე და რაღაცნაირად აი მშვიდად გავიარე ის პერიოდი, უკვე მზად ვიყავი მე რომ მქონოდა საკუთარი კლინიკა და ამის შემდეგ უკვე გადავდგე ის ნაბიჯი, რაც გადავდგე. ეს გაბედული ნაბიჯი იყო შენი მხრიდან? გაბედული ნაბიჯი იყო. მზად აი, საიდან ვიყავი, მოვიდა? მაგრამ ნაბიჯი როგორ მივხვდი, საკმაოდ რომ მზად იყავი, რომ რაღაც შენი გაგეკეთებინა? აი მადლიერი პაციენტი იყო ძალიან ბევრი, ძალიან. დადგათ რომ ჩემი საკუთარი ბიზნესი მქონოდა ესთეტიკური მიმართულებით. ეს არის 2000 მე მახსოვს რაღაც პანდემიის პერიოდით პანდემიაც დაემთხვა. დაემთხვა, დაიწყო ცოტა ისე უცნაურად, როდესაც ესთეტიკური ცენტრი გავხსენე, მოგეხსენებათ, ლაზერებისთვის ძალიან დიდი ინვესტიცია საჭირო სამედიცინო აპარატურას გულისხმობ და ესე მოხდა, რომ ეს აპარატურა, რომელიც იყო ჩემი ქმრის საჩუქარი, რომ ჩემთვის უნდა გაეკეთებინა, კლეთ ჩამოვიდა დაზიანებული და ჩემამდე არ მოსულა. და ძალიან მალე აქედან, რომ ჯერ ეს პრობლემა იყო, დაიწყო პანდემია. რაღაცნაირად ეს ორი შემოფერხებელი ფაქტორი იყო, როდესაც მე ესთეტიკური ცენტრი გავხსენე. პანდემიის დროს, მაგ დროს ხო საერთოდ დაკეტილი იყო ყველაფერი ესთეტიკური ცენტრები კი არა, სკოლები გადავიდნენ ონლაინ რეჟიმზე და შენ როგორ მოახერხე? აი ესეთი სტარტი გქონოდა. იყო ძალიან რთული, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ოპტიმისტი ვარ, იცით. პანდემიის დროს აი ეს შფოთი, რაც იყო ადამიანებში, მე ყველაზე ნაკლებად გამოვხატავდი. მეკითხებოდნენ კიდეც, რომ რამეს ხომ რწონდა მშვიდებელსა. ნუ ისეთი შფოთი და ემოცია, როგორც ქონდა ადამიანებს, მე შედარებით ნაკლებად გამოვხატავდი და შედარებით მარტივადაც გავიარე ეს პერიოდი. ზოგადად ყველაფერია ალბათ დამოკიდებული შენ სიმშვიდეზე. და შენ ეხლა მაინც მაყურებლისთვის რო იყოს ნათელი, როდესაც დაიწყე შენი კლინიკა, უკვე გყავდა ლოიალური მომხმარებელი, ხო? და ყველა გამოყვა ამ შენს კლინიკაში, ხო? ესე იყო. პაციენტების რაოდენობა არის ძალიან ბევრი. ძალიან. მადლობა ყველას. და ეს პრობლემა ჩემთან არ იყო. მე რო ეს ნაბიჯი გადავდგე, უკვე მზად ვიყავი. და შენ ყველაფერს აკეთებდი მარტო? ვაკეთებდი მარტო, იმიტომ რომ აი სირთულე რაც გითხარით, ესთეტიკური ცენტრი გქონდეს და ლაზერული აპარატურის გარეშე ძალიან დიდი პრობლემაა ეს პაციენტს ისეთ სერვისს ვთავაზობდით, მაგის გარეშე არ შეიძლება ბევრ რამეს მიაღწიო, რაც გინდა, იმიტომ რომ სრულყოფილი პროცედურები, რამდენიმე პროცედურისგან შეიძლება შედგებოდეს და იქ ლაზერები წამყვანია. შესაბამისად, აი ეს ნაბიჯი უკვე მე დამოუკიდებლად გადავდგე. რა თქმა უნდა, როცა ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, მე რო ეს ხმა მაღლა გამეხმოვანებინა ოჯახში, მეგობრებთან, რა თქმა უნდა, იქნებოდა წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ჯერ ერთ პრობლემაში ხარ, ის პრობლემა არ მოგვარებულა და დღემდე არ მოგვარებულა და ეხლა ახალ ძალიან დიდ ნაბიჯს დგამ. ბანკის დახმარებით, აი ესე ჩუმად გახმოვანების გარეშე ავიღე ძალიან დიდი ვალდებულება, ძალიან.
და როცა ამ ნაბიჯს ვდგავდი და ჯერ საუბარი იყო მხოლოდ ლაზერებზე, ჩემი კლინიკა მქონდა იჯარით აღებული და მოდი ეს ვალდებულებები გაიზარდოს და მჰმ. ეს კლინიკაც გახდეს ჩემი საკუთრება. ესეც მოვიქეცი და მას შემდეგ ყველაფერს ვახერხებ მარტო და მოუკიდებლად. ანუ იმ ლაზერების შემთხვევის შემდეგ, რომელიც შენახსენე, რომ შენი და მეუღლის საჩუქარი იყო, მეუღლეს არ გააგებინე, რომ არა, ამ ვეღარ ხელა კრედიტის ვეღარ გავაგებინებდი, იმიტომ რომ ზოგადად მამაკაცები ნაკლებად რისკიანები არიან. ხა. ქალები უფრო ძლიერები ვართ მაგ თემაში. მეუღლემ სხვათაშორის როცა გაიგო და ვუთხარი, რომ აი მე მაქვს ესეთი სიახლე, მკითხა, რომ როგორ გძინავსო? როდესაც შენ ამ ხელოვანდებულებები გაქვს ბანკისა და მე რაღაცნაირად ყოჩაღად, უმახიანად გავეცე პასუხი. მე არ უნდა მეშინოდეს ბანკს ეშინოდეს ჩემი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, იუმორში. მე მის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს იმაზე მალე დავასრულებ, ვიდრე დროშია გაწერილი და ბანკი ჩემნაირი კლიენტების წყალობით თავის ვალდებულებებს ასრულებს. იცით როგორი ძალა იყო? მე ზოგადად სიტყვის ადამიანი ვარ, თუ ვიტყვი აუცილებლად შევასრულებ. მაგიტო აი რაღაცნაირად შიში დავამარცხე მმ. და აი მაგ ძალას ვგრძნობ ყოველთვის და მაგ დღეს ვუმადლე ძალიან, რომ აი რაღაცნაირად ესე ანუ როცა გაბედე, აღმომხდა, რომ ხო. მე არ უნდა მეშინოდეს ბანკის. ხო. ესე იგი ყველაფერი არის მაინც შენი სულის მდგომარეობა. აი რა მდგომარეობაში ხარ, როგორ უდგები მოვლენებს და როგორი განწყობა გაქვს ადამიანს. აი მაქსიმალურად სიმშვიდეს ვინარჩუნებ ყველა სიტუაციაში. მჰმ. ვისწავლე ამისი მართვა. დიდი ემოციური არასდროს არ ყოფილვარ, ხო. მაგრამ თავარი არის ნებისმიერ საქმეში სიმშვიდე შეინარჩუნო, ნებისმიერ მაგრამ საქმეში. შიში ხო გქონდა? აი ხა ვერ დავიჯერებ, რომ არასდროს არ შეგშინებია ამ ხელავალდებულების აღება, რასაც ქვია ცით როგორ არის? კლინიკის გახსნისთვის ხო, კრედიტის აღება. შიშის დამარცხება უნდა ისწავლო. შენ რა როგორ თქმა უნდა, ისწავლე? ალბათ დიდი ხანი ვსწავლობდი. მმ. გამოცდილება აკეთებს ამას. არა, აბა? შიშის დამარცხება შეიძლება სიტყვით ვერ ახსნა. მჰმ. გამოცდილებაც, ალბათ გამოცდილებაც, მაგრამ უნდა გწამდეს, რომ შენ ამას მოახერხებ და მარტო საკუთარი თავის იმედით მე ყოველ შემთხვევაში არაფრისთვის არ მემიღწევია. რას გულისხმობ, იმიტომ რომ შენ ბიზნესაც მარტო აკეთებ და არასდროს ყოლია ბიზნეს პარტნიორი. ვარ სულ მადლიერი და ვარ ღვთის წინაშე არწმენაში, რომ ის მჰმ. მეხმარება, ყველა წარმატება თუ რამეს მივაღწია, ყველაფერი მისი წყალობით და არა ის ცალკე აღებული მე, რომ მე ვარ ძლიერი, მე შემიძლია მთები გადავდგა. როდესაც ამ რწმენაში ხარ, შენ ბევრ რამეს ძალიან ადვილად აკეთებ. ეს გადადგმული ნაბიჯებიც არის, რომ როცა გჭირდება, ყველა შენს გვერდით დადგება, მაგრამ მე ამ ძალას ვგრძნობდი და საიდანაც ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ ბოლოში გავიტოდი. ეს თემა მე ყოველთვის მაინტერესებდა. აი რწმენა და ღვთის ძალას რო გრძნობს ადამიანი და რო ჯერა, რომ აი ის მარტო არ არის. მაგრამ ამაზე ეხლა ხშირად ამბობენ ხოლმე ამას ახსენებენ, თუმცა მე მინდა რომ აი რაღაც უფრო ჩაგვახედო და უფრო დაგვანახო ეს როგორ გამოიყურება, როცა თავს მარტო არ გრძნობ და სულ გაქვს რაღაც ღმერთის იმედი. აი როგორ შეგიძლია აგვიხსნა ეს, რას ნიშნავს? ანა ის მდგომარეობა გადმოგცე. რაღაც უფრო მეტი რო გავიგოთ ამაზე. ძალიან ფაქიზი თემაა და მჰმ. ყოველთვის ვერიდები ამ თემასთან საუბარს, მაგრამ თუ უნდა ვიცი. იყო გულწრფელი და გულახდილი ხა. და დაგთანხმდით ინტერვიუზე, ამის გარეშე არ მეცხოვრია და ამის გარეშე არასდროს არაფერს არ მემიღწევია. არ მჰმ. ვიქნები მართალი, რომ მხოლოდ დისციპლინა, პასუხისმგებლობა, შრომა ამ ყველაფერს მივაწერო, ამის გარეშე არ მეცხოვრია. აღარც მახსოვს, როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ალბათ ძალიან ღრმა ბავშვობიდან მჰმ. ამისი მწამდა და მჯეროდა. დადიოდი ეკლესიაში ყოველთვის. დავდიოდი. როგორ გამოიხატება ეს აი ეს ძალა, რასაც გრძნობ?
აი რას გაკეთებინებს? აი ეს რწმენა და ის რომ ვიღაცა ზურგს გიმაგრებს, რომელიც ასეთი უხილავია, ზოგს არც წამს. უპირობო სიყვარული მხოლოდ მაგ შეიძლება ნახო და რასაც Mhm. ნიშნავს უპირობო სიყვარული და ნდობა, განმარტება მერე ძალიან რთულია, უპირობოა, Mhm. საყრდენია, არ დაგტოვებს არასდროს. Mhm. როგორც არის რა გზასაც ადგახარ თუ სწორი გზა აუცილებლად შენს გვერდით იქნება და თუ იტყვი რომ რაღაცა წარუმატებელი ნაბიჯი იყო, ესე იგი ესე უნდა ყოფილიყო. მიმღებლობა გაქვს, მადლიერება გაქვს ყველაფრის წინაშე. მადლიერი ხარ და როცა მადლიერი ხარ, განსხვავებული მზერა გაქვს მე ყველაფრის მიმართ. ამას მე კიდე მივბრუნდებით, მე რაღაც კითხვა მაქვს შენთან, ოღონდ ცოტა მოგვიანებით დაგისვამ ამ კითხვას. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შენ არ ყოლია ბიზნეს პარტნიორი. აი არასდროს გაგჩენია, თქვათ იმის საჭიროება, რომ ვიღაცა ხო არ დავიპარტნიორო. იცით როგორ არის? ამ სფეროში, როგორც მოღვაწეობ, ვფიქრობ, რომ ნორმალურად ვართმევ თავს. Mhm. ზოგადად სანამ პიროვნების არქეტიპს გაიცნობ, საერთო მახასიათებლებს, ძლიერ და სუსტ მხარებს, შენ და პარტნიორ შორის შეიძლება დიდი დრო გავიდეს და ჩემთვის დრო არის, ხვალ არ ვაკეთებ ყველაფერს უფრო გუშინ. მაგიტო როგორც ვახერხებ, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ნორმალურად ვუძღვები. მმ. ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე არ მახსენდება ამ სფეროში სხვა ქალი, რომელმაც აი ასეთ წარმატებას მიაღწია და თან აი შენი მუშაობის სტილი რო უფრო აგვიხსნა როგორია. აი როგორი, ასე ვთქვათ, რუტინა გაქვს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენთვის არ არსებობს არც შაბათი, არც კვირა, არც სამუშაო ესეც იქიდან საათები. გამომდინარე, რომ აი პაციენტის რაოდენობა არის ძალიან ბევრი. Mhm. და იქიდან გამომდინარეც, რომ ჩვენმა პროცედურებმა იცის დამოკიდებულება. Mhm. მაგიტომაც რაოდენობა არის დამოკიდებულებიც არიან, დიახ. და აქაც ძალიან დიდ დროს უთმობ ამ ყველაფერს, ძალიან დიდ დროს ვხარჯავ, რომ მეტი წილი დრო მინდის, რომ ეს ყველაფერი უნდა აუხსნა. ეს არ არის, რომ ისე იმუშაო, რომ მათი სურვილები დააკმაყოფილო. კი, ვამბობ, რომ ძალიან ლოიალური ვარ, მაგრამ დრო სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გააგებინო. აუცილებელია, თორე ანუ შეიძლება კონსულტაცია სჭირდება შეიძლება ყველაზე რა მეტი თქმა დრო. უნდა, შეიძლება მთავარი არის ზომიერება. Mhm. ზომიერების გარეშე შეიძლება ჯანმრთელობასაც პრობლემა შეუქმნა. ეს არ არის მხოლოდ სილამაზე. ამ ჭრილში არ უნდა შევხედოთ ესთეტიკურ მედიცინას შესაბამისად, პაციენტის რაოდენობიდან გამომდინარე, გიწევს მიწევს ასეთ რეჟიმში ყოფნა. მიწევს დიახ. ესეთი მკაცრი უარით არ გაგისტუმრებია შენი ზოგადად კაცრი? ხისტი არ ვარ და კაცრი საუბარი არ მჩვევია. აი მაგიტომაც მაგ დროს ძალიან ბევრი დრო მიდის, რომ ეს ხო, ყველაფერი უნდა მოფერები. აუხსნა, რა ხო. თქმა უნდა, იქ მეგობრული ურთიერთობა, დამოკიდებულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. Mhm. თუ ადამიანის ზომიერებას გადაცდა, ხო, იქ მკაცრი საერთოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ შენ არ იცი, მე დაახლოებით ვიცი, რას ნიშნავს ზომიერების გადაცდენა. ზოგჯერ შეიძლება დაავადებასთანაც იყოს კავშირში. აი როგორ გამოიხატება ეს ამას რაღაც ტერმინიც აქვს, ხო? დისმორფოფობია. დისმორფოფობია. დიახ, აი დიახ. რას ნიშნავს ეს? აი ჩვენ სფეროში ძალიან ბევრი ესეთი პაციენტი ხვდება. ეს არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. შეიძლება ადამიანს აწუხებდეს და პირველ რიგში მიმართავდეს ესთეტიკურ მედიცინას და აა. პლასტიკურ ქირურგიას. და ამ დროს სულ სხვა პრობლემაა. ეს შეიძლება ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და ასე შემდეგ იმათი კომპეტენცია იყოს. აი გეტყვით როგორ გამოხატავს პაციენტი ამ ყველაფერს. საკუთარი თავის მიმართ აქვს დამოკიდებულება, რომ უკიდურესად არ მოსწონს მას თავისი ვიზუალი, უკიდურესად და ზოგჯერ ამოჩემებულათაც ერთი და იგივე ზონების მოცულობით კორექციებს გთხოვს. აქა-ჩვენ გაწელვა და ასეთი ადამიანისთვის გაცილებით მეტი დროა საჭირო, რომ ეს ყველაფერი აუხსნა,
რა თქმა უნდა, აქ ხაზი არ უნდა გაუსვა ამ პრობლემას. არ შეიძლება, რომ ასეთ ადამიანს პირდაპირ ესაუბრო და გააგებინო, რომ მას სხვა პრობლემა აქვს. თუმცა, რომ შემოდის კაბინეტში, ახსნის გარეშეც მთელი მისი ცხოვრება ვიცი. როგორ? ვიცი რატო იკეთებს აი რაზე ამას. ეტყობათ ეს? აი მოცულობებზე და ხშირად გიმალავს, რომ რა აქვს გაკეთებული და მეორე არის, რომ შენ თუ აქ ხისტად უპასუხებ ჯერ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა როცა არ არის მაშინ მაქსიმალურად თბილი დამოკიდებულებაა საჭირო, აუცილებლად მივა სხვა ექიმთან და აუცილებლად ჩაიტარებს პროცედურას, მაგიტო აი ამისი გამიჩვნა, რომ სილამაზე კი არა შეიძლება ჯანმრთელობა შეექმნას პრობლემა, არის აუცილებელი. შესაბამისად, ექიმი ამ დროს არის ფსიქოლოგიც. შენ ძალიან კარგი ფსიქოლოგი იქნები. წარმომიდგენი. ვცდილობ, რომ ადამიანებთან ის დამოკიდებულება მქონდეს, რომ არა მხოლოდ ვიზუალი, იმის უკან კიდე შეიძლება არის ჩვენ სფეროში ძალიან ბევრია გართულება ძალიან ეს არ არის ესე მარტივად როგორც გონიათ, მაგიტო ბოლომდე უნდა ჩაეძიო, ბოლომდე უნდა გაიგო, ბოლომდე უნდა ამოიკითხო ანამნეზი. ანუ ამ დროს რა ხდება, რომ ადამიანს ხვალვე უნდა ამ პროცედურის დღესვე ყველაფერი ხვალვე დღესვე. თორე სახლიდან ვერ გავა? ვერ გავა, სახლიდან ვერ გავა, შეხვედრა აქვს, ვერ შეხვდება. დამოკიდებულია. ანუ მარტო ამაზეა მისი ფიქრები, რომ სასწრაფოდ პროცედურა გაიგეთ. ჩემი ხელწერა არის ბუნებრივი ხელწერა, საკუთარი სილამაზის გაუმჯობესება. ესეთი პაციენტი სხვა რაღაცას გთხოვს ყოველთვის. ხო, მესმის. ანუ შენ რა თქმა უნდა ეგრევე ამჩნევა ამ ყველაფერს და ჯერ სხვა პრიორიტეტი გაქვს მაგ დროს, რომ ადამიანი დაამშვიდო. რა თქმა უნდა, როგორც ექიმი, მაგიტო ეს დამოკიდებულება ექიმს და პაციენტს შორის არის აუცილებელი. ხო. მე მაინტერესებდა შენ აი არ ვიცი ეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც კაცები დომინირებენ, ბიზნესში იქნება ეს თუ ოჯახში თუ ასე შემდეგ. ნუ უმეტესად რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება, მაგრამ შენთვის აი როგორი იყო ეს გამოცდილება? აი ამ შენი სინაზით, სიმშვიდით არ usargebliat ბოროტად? ალბათ usargebliat, მაგრამ ყოველთვის მიფიქრია, რომ ეს არ არის ჩემი პრობლემა. ეს მე არ მეხება და უმსახურებლათაც მე მეხია პრობლემები, რომლესაც დღეს მადლიერი ვარ. იცით, რაღაცა დრო რო გადის, რატომ მოხდა? ყველაფერი გადაფასებული მაქვს. ეს არის იმ ადამიანების პრობლემა და შენ რა თქმა უნდა იგივე არ უნდა გააკეთო არასდროს. მტერი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში და ამას ვამბობდი წლების წინაც, რომ არც კონკურენტები არ გყავს შენ საქმეში. აი მაქვს რამდენიმე სიტყვა, რომელთანაც მაქვს მიუღებლობა, ეს არის კონკურენტი, ეს არის მტერი, ეს არის შური. ფიქრის დონეზე ალბათ ყველგან ვარ, მაგრამ ფიქრიდან ქმედებამდე არის რაღაცა გზა გასავლელი და აი იქ ვცდილობ, რომ არ მიუშვა შესაბამისად იმის მიუღებლობა, რისიც არ მაქვს, არ ვაღიარებ კონკურენტის სიტყვა. დაახლოებით ნიშნავს, რომ რაღაცა ბრძოლა გაქვს ვიღაცასთან, მე შეიძლება წარმოიდგინო, რომ მტერია, უფრო დავარქმევდი მოტივატორს. კოლეგები, რომლებმაც მიაღწიენ წარმატებას, ისინი არიან ჩემი მოტივატორები, თავისი განათლებით, თავისი შრომით, თავისი ნიჭით, რასაც მიაღწიეს, ისინი არიან მაგალითი ჩემთვის, კარგი მაგალითი და არა კონკურენტი. თუ სიტყვა კონკურენტი არსებობს, კონკურენტი ვიყო მხოლოდ საკუთარი თავის, იმიტომ რომ მე საკუთარ თავს ძალიან ბევრს ვთხოვ და თუ შარშან რა საფეხურზეც ვიდექი, წელსაც თუ იმ საფეხურზე ვდგევარ, მაშინ ვიყო კონკურენტი მხოლოდ საკუთარი თავის. ისეც საინტერესოა, ესეც შენს ძლიერ ხასიათზე მიუთითებს, იმიტომ რომ შენ როცა დაიწყე, აი იმ პერიოდში ზუსტად 20-20-ში ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშე იყო ამ სფეროში. ხო, მაგრამ მე ჩემი განწყობა გულწრფელად არის ეს. აი, მართლა გულწრფელად.
ალბათ წლების წინ, როცა მიკითხებოდნენ კონკურენტებზე, ხო აი რაღაცნაირად ვეძებდი სიტყვას, რომ როგორ ჩამომეყალიბებინა, არ ვიცოდი, აი როგორ გამელამაზებინა ეს სიტყვა, აი პირდაპირი მნიშვნელობით არ მომწონდა არასდროს და დღეს მაქვს პასუხი, რომ მჰმ. კონკურენტი არ არსებობს, მოტივატორი არსებობს და უნდა არსებობდეს აუცილებლად. ხო, უნდა არსებობდეს, რომ ისწავლო და, ну, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მისი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით წარმატებას მიაღწიეს, უნდა იყვნენ, მაგრამ როგორც მტერი, შენ არასდროს არ უნდა უყურებდე მათ ასე. ამ მჰმ. ჭრილში არ უნდა უყურებდე. შეგიძლია გაიხსენო ყველაზე დიდი ტრამპლინი რა იყო შენს საქმეში, შენს ბიზნესში? ცით როგორ არის? როდესაც შეიძლება წლების წინ სხვა პასუხი მომეცა, როდესაც ხარ შენ მადლიერი, რაღაცნაირად აი უკვე ტრამპლინზე ხარ თუ რომელ საფეხურზე ხარ, აი ამას აღარ გამოყოფ. პატარა რაღაცებშიც ხედავ ბედნიერებას, მაგიტო არ ვიცი. მჰმ. ვერ ვუწოდებ. ხო, მესმის. ცოტა მოკრძალებული ვიქნები ტრამპლინთან. კი ბატონო, ქონია თუ არა ისეთი მომენტი შენს კარიერაში, რომ აი ამდენ წინააღმდეგობასთან, რაღაც იმედგაცრუებასთან და ასე შემდეგ შეჯახების შემდეგ, რომ გეფიქრა, რომ აი მორჩა. მე აქედან ვეღარ ამოვალ. აი რაღაცა გაფიქრების დონეზე მაინც არ ქონია. არასდროს, არასოდეს ცხოვრებაში ეგარ გამიფიქრებია, რომ დამთავრდა. მჰმ. აი, ვიცი, ზოგადად ოპტიმისტი ვარ ძალიან და მაგიტო აი მაგისი შიში, რომ დამთავრდა, დასრულდა და სადღაც ფსკერზე ვარ, არ მქონია. ხო, იმიტომ რომ აი საინტერესოა ჩემთვის, მაგალითად, ვისაც გაუვლია ეს ფიქრი, აი იქიდან როგორ ამოვიდნენ. ეს ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რაღაც იცით, მაგამდე არ მივსულ ვარ. შეიძლება წინაპირობა იყო ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი კრიზისი, ძალიან ბევრი პრობლემა ცხოვრებაში გადამიტანია, მაგრამ იცით როგორ არის? კომფორტი ვერ გაგაგებინებს საკუთარი თავის შესაძლებლობებს და კრიზისი გაგაგებინებს. ხვდებით, მე მადლიერი ვარ იმ პერიოდის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პრობლემა იყო, აი ლაზერების თემა, რაც გითხარით, აი ძალიან დიდი ინვესტიცია იყო ჩადებული და ეს ყველაფერი დაიკარგა. ხო, ის რომ არ ყოფილიყო, მე შეიძლება ჩვეულებრივი რუტინით გამეგრძელებია ცხოვრება, ბრძოლა, შრომა, მაგრამ ნახეთ რა კარგი რაღაცა მოხდა, მე ვიპოვე საკუთარი რესურსი, საკუთარ თავთან და ეს მაჩვენა კრიზისმა. მე ვეღარ ვიტყოდი ამას და თუ ვიტყოდი, ხა რამდენჯერ შეიძლება ქალმა რაღაცა ნაბიჯი გადადგა და წარუმატებელი იყოს. ცოტა ამაყიც ვარ, მაგიტომ აი ეს იყო დიდი ნაბიჯი და იქედან გამომდინარე, რომ მე გავიარე კრიზისი და ჩემი შესაძლებლობები აღმოვაჩინე, მაგიტო მადლიერი ვარ ყველაფრის, აი ყველა განსაცდელის, ყველა პრობლემის ცხოვრებაში, რაც კი გადამიტანია. რისკის გარეშე ვერ აღმოჩნდებოდი იქ რა თქმა უნდა, მაგიტო სულ მადლიერება, რომ აი არაფერი არ ხდება, ეს უნდა მომხდარიყო და შესაბამისად მე უნდა მეპოვა ჩემი თავი. და ეს რისკიანობაზე მაინტერესებს, აი როდის ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ აი ახლა მე უნდა გავრისკო. აი შენ ერთი შემთხვევაში ნაბიჯია, ხო. ერთი ნაბიჯია საკუთარ თავთან, როცა მარტო რჩები. მაგ ნაბიჯის შემდეგ კიდე ძალიან ბევრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ავიღე, მაგიტომ ეს არ იყო ერთი, ძალიან ბევრი და ამ გზას გავდივარ შესაბამისად. ხო, ეს არ იყო ერთი, რომ ერთი გავაკეთე, ან სადღაც რომელიღაცა საფეხურზე ვარ და დასრულდა. სულ მაგ ეტაპს გავდივარ. ეცი რატო გკითხე, ძალიან ბევრი ქალია ალბათ ახლა კარიერაში ისეთ ეტაპზე, რომ ეშინიათ აი ამ შიში უნდა დაამარცხო, თუ გეშინია, წარმატებას ვერ მიაღწევ. შიში გვერდზე უნდა გადადო. უпростоრად გვერდზე არ უნდა დაიყენო, უკან უნდა გადაწია და მარტო უნდა იმოქმედო. ხო, ეხლა შენახსენე კიდევ მარტო უნდა იმოქმედო. აუცილებლად. მე რომ ეს ამბავი სხვებისთვის მეცნობებინა, რა თქმა უნდა, საერთოდ ვიქნებოდი იქ, სადაც ვიყავი. ანუ შენ სხვებს არ ატყობინებ, როცა რაღაც გიჭირს? არასდროს. მაქვს ის ძალა და არ დამჭირვებია, იცით, ზუსტად ვიცი თუ დამჭირდება, რომ
ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდით ხო. იდგება, სუსტად ვიცი, თხოვნის გარეშე ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემიდან ამოსულ ვარ მარტო. აი ჩემს მშობლებს რო კითხო, ჩემს შესახებ დღეს ხო როგორ ცხოვრობს დალიკა. გეტყვიან რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა, მათ არასოდეს ჩემი პრობლემა არ გაუგიათ. აი ეს გადაფარვაც არის ჩემი თვისება, რომ მე ვაცნობო, რომ მე ვარ ბედნიერი. აი დამალვას ვერ ვუწოდებ, იცით, როცა პირობო სიყვარულში ხარ, იქ გინდა სულ, რომ იმოქმედო, რომ გაახარო ეს ადამიანები და გააბედნიერო და უფრო გამხარებელი ვარ, ხვდებით. და ვერ დავტვირთავ. და ყოველთვის ვპოულობ იმ ძალას, ხანდახან მიკვირს როგორ ვპოულობ, რომ აი მარტო მოვქმედებ. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ვარ მარტო, მე ვირჩევ ამას. რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით არიან, რაღაცნაირად აი არ დავთრგუნო, არ ვატკინო. აი რაღაცნაირად ამ მიმართულებას ვირჩევ და არაერთხელ გამომივიდა. არაერთხელ შევძალი და მაგიტომაც მარტო ძალიან ბევრი რამ გამიკეთებია. შენ წუწუნი არ გიყვარს? არა, წუწუნი არ მიყვარს. წუწუნმა იცის ჩათრევა. ისეთი რომ აი ადამიანი ახლა წარმოიდგინეთ ისევ ის მაგალითი რომ იქ გამეგრძელებინა სულ მასზე საუბარი ჯერ ოჯახში რა დამემართა მერე კოლეგებთან პაციენტებთან აი მუდმივად თუ ამ თემაში ხარ მე ხო ბედნიერებაც გინდა და ოპტიმისტი ხარ მონებით გინდა რაღაცა აი კარგი მოხდეს შენ სირგულ ყველაფერში კარგს ხედავ და მე სადღაც უკვე არაადეკვატურ სიტუაციაში ხვდები ადამიანი რომ თუ წუწუნებ და სულ პრობლემაზე საუბრობ მე სიხარული რომ მინდა მაქვს ეს უნარი რომ აი ეს პრობლემა შემიძლია სკივრში ჩავდო, დავკეტო და იქ არ მივიდე. მქონი რამდენიმე გასაღები დაკარგულიც მაქვს სკივრის. და ეს პრობლემა თავს აღარ გახსენე? არა, არ უნდა შეგახსენოს, იმიტომ რომ იმის შემდეგ იმდენი ბედნიერება და სიხარული ადამიანის ირგვლივ შენ თუ იქ დარჩი, ამოსვლა ძალიან გაგიჭირდება. აი წუწუნით იწყება, ალბათ მე შეიძლება დეპრესიამდე გადავიდეს. ასევე იცი რაზე წუწუნებენ ყველაზე ხშირად, ხშირად იმაზე რომ აი იმანეს რატო გამიკეთა. აი ესეთი თანამშრომელი მყავს, იმის ბრალია. შენს წარუმატებლობას აბრალებს სხვას და სხვაზე გადაბრალებით ვერასოდეს წარმატებას ვერ იპოვ, იმიტომ რომ ზოგი აბრალის ზოგი ძალიან ხშირად მესმის, რომ აი ბავშვობის ტრამვებს აბრალებენ წარუმატებლობას, ზოგი გარემოს, ზოგი პოლიტიკურ მდგომარეობას, ზოგი ამინც და ისე შემდეგ. ეს არასდროს არ დამთავრდება. ყველა პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ თავზე. მარტომ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, არავის არაფერს არ აბრალებ. ეს არის შენი ცხოვრება, შენი გადადგმულ ნაბიჯზე, შენ უნდა აიღო პასუხისმგებელი. თორე აი ბავშვობიდან რომ მესმის რომ რაღაცა ტრამვა თეთის აღწრის მეთოდები ისეთი მკაცრი იყო იქედან წამოვიღე დისციპლინა ყველაზე კარგი დისციპლინა ადამიანს რო გიყვარდეს არ არის საყვარელი მდგომარეობა მაგრამ შედეგი არის წარმატება ყველა რთულიდან ყველა ცუდიდან შეგიძლია წამოიღო ისეთი რამ რაც ცხოვრებაში გზას გაგიკვალავს შენი დისციპლინა როგორ გამოიყურება ძალიან დისციპლინირებული ვარ, აი ძალიან, აი სულ რაც არ უნდა დატვირთული ვიყო, თუ გაწერილი მაქვს დღე, იქედან ერთ პუნქტს არ ამოვაგდებ, არც ერთს. აი დაღლილი როდესაც ვარ, ხო თქვი რომ ბავშვობაში სპორტს უბრალოდ ვესწრებოდი. დღეს, ნუ თუ გაწერილია იმ დღეს ვარჯიში არ შეიძლება რომ ამოვარდეს ღამის 12 საათი რო იყოს, რამდენად სასარგებლოა და არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, ესეც ვიცი, მაგრამ ის იყო გაწერილი და ამას ვერ ამოვაგდებ. ხო, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დისციპლინა აუცილებელია. კიდე რა არის შენი წარმატების? შრომის მოყვარე ვარ ძალიან. ხო. ანუ შენ არაფერი მიგიღია ცხოვრებაში, როგორც შენი კუთვნილება. ანუ შენ თითქოს ამისთვის იბრძვი და შრომობ. შეიძლებოდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული უფრო ადვილადაც მეცხოვრა. აი თუნდაც ის, რომ დაუშვათ ლაზერი არ იყო, შენ ხო ყავდა პაციენტები და ამ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდი. მაქსიმალისტი ვარ და
ვცდილობ, რომ შრომის გარეშე არ კი, კი, კი. გამოვა. და გამოდის, როცა თუ რამეს მიაკლებ, აი მაშინ უკვე წარმატებას ვერ მიაღწევ და თუ მჰმ. ვერ მიაღწიე, რაღაცა დაგიკალია და მეორე ნაბიჯი იქნება უკვე წარმატებული. ესე იგი, როდესაც ადამიანს პრობლემა ექნება მიზნის მიღწევაში, ისე ესე იგი, ისაკლებს რაღაცას და არა აუცილებლად. გარემოებები, ან რა თქმა გადააბრალებს უნდა. გარემოებებს ხო. და გადაბრალებაშიც თუ არ დავრჩებით, შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს თანამშრომლებთან? როგორი ბოსი ხარ? ძალიან თბილი, ძალიან ლოიალური. ჩემგან სიმკაცრე ხმამაღლობა არასდროს აი ვახსენე, რომ იქ სადაც ვიყავი რიგითი თანამშრომელი, მაშინაც არასოდეს, არა, რიგითი თანამშრომელი არა, პრინციპში ვიყავი მთავარი ექიმი, ძალიან სადაც პოპულარული ხო, იყავი. სტაფიგება რა, მაშინაც. მაშინაც კი არასდროს ჩემგან არავის შენიშვნა არ მეუღია. მე ვიცი თხოვნა, როგორც შეძლებ, ისე გავაკეთოთ მრავლობითში და მე თუ ასე მთხოვ, მაქსიმუმს დავდებ და გაგაგებინებ, რომ მე ყველაფერი შემიძლია. მოიცი როგორც შეძლებ, ხო, როგორც ისე შეძლებთ, გააკეთე. ისე გავაკეთოთ. და ამ დროს რა ადამიანი თქმა ცდილობს, მე რომ მაქსიმუმი მე ასე ვარ, შეძლოს. მე ასე ვარ. ხო, რა რომ საინტერესო. მაქსიმუმს დავდებ. ეხლა არანაირი სიმკაცრე. და ჩემგან. ეხლა მაინტერესებს როგორი დედა ხარ და როგორი მეუღლე, იმიტომ რომ თან ასეთი დაკავებული ხარ, სამსახურში მუშაობ 24 საათი, ისეთი პაციენტები გყავს, რომ უშენოდ ალბათ ვერ იცხოვრებენ. ცდილობთ მეტად დროს ვუთმობ ჩემს საქმეს და აი აქ უნდა ამოვიახრო. ცოტა მკაცრი არა, როგორც დედა, არა. ძალიან ისეთი თბილი. სულ რამდენიმე მაგალითი აქვს ჩემ ბიჭს, რომელსაც არასრულებს და რამდენიმე სყვება სულ, რომ აი დედა შენ ამ დროს იყავი მკაცრი. არა, მკაცრი არა ვარ. უფრო თბილი და მოსიყვარულე. და როგორ ანაწილებ დროს? აი ამ მენეჯმენტს როგორ ახერხებ? ოჯახი და სამსახური. აი ოჯახში შედარებით ნაკლებად. რაზეც ძალიან გული მწყდება და ყოველთვის ვფიქრობ, რომ აი დადგება დრო და ეს ყველაფერი უნდა გამოვასწორო. რატო აი რა დანაკლისი გაქვს? აი ნაკლები დრო მრჩება ჩემი შვილებისთვის, ჩემი მეუღლისთვის. თითქოს აი ცით როგორი დამოკიდებულებაა პაციენტს და ექიმს შორის. ძალიან დაუშვათ ძალიან დიდი დოზით მოხდა ჩვენი ურთიერთობა პროცედურებიდან გამომდინარე. პაციენტს უნდა ის დღე კიდე გააგრძელოს შენთან. უამრავჯერ შეიძლება დაგირეკოს, უამრავჯერ მოგიხადოს მადლობა, შენ ყველას არის პასუხობ, აბსოლუტურად ყველას არის. თემის გარეშე სულ შენთან საუბრები და ყველა პაციენტს ვპასუხობ, შეიძლება ეს არ უკავშირდებოდეს ჩვენს პროცედურებს, მაგიტომ ალბათ უკეთესი ექიმი ვარ ვიდრე ერთგვარი ახსარება გამოდივიდა. აი მაგ თემაში ნამდვილად ვცდილობ, რომ უნდა გამოვასწორო, ნაკლებ დროს ვუთმობ, ვერ ვუთმობ. თან წუწუნი არ მიყვარს და გადაბრალებაც არ მიყვარს, მაგრამ თუ რამე მაქვს გამოსასწორებელი, აი დროის თვალსაზრისით მინდა დიდი დრო დაუთმო ჩემს ოჯახს. ხო, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, როცა ხალი ირჩევს ამ გზას, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, წარმატებას მიაღწიოს. აი ხო, ძნელი. ორთავეგან იყო წარმატებული რომელიმე იჩაგრება. ხო და დაჩაგრულია უფრო ოჯახი და ბოდიშს ვუხდი აქედან მე მათი. ისე გიგრძნია ეს შენი შვილებისგან? ცით რაღაცნაირად იმდენი წელია უკვე ამას უყურებენ, რომ შეგუენ. ხო. არა პროტესტებენ. არც მეუღლე არა პროტესტებს. ხანდახან არის, რომ აი მომწერე ჩემი რიგი რო დადგება. ასეთი ხუმრობა ჩემწერე. ხო, აი ეს არის რა თქმა უნდა. ეხლა მე უნდა გკითხო ერთი რამ, რაც ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი. მე შენ ძალიან დიდი ხანია გიცნობ. და აი ყოველთვის შენიყავი, აი როგორც ახლა ხედავთ, ესეთი ძალიან ფარფატა, ულამაზესი, ნაზი, ფერადი ცხოვრების ქალი. და ერთხელაც დალიკა დავინახე ავჭალის დედათა მონასტერში შავებში ჩაცმული. და ასეთ დროს ადამიანს პირველი რეაქცია ეს გაქვს, ხო მშვიდობაა.
და შენ შემთხვევაში ისეთი მშვიდობა იყო, როგორიც მეტი არ შეიძლება. და ეს იყო ჩემთვის იმდენად მოულოდნელი, რომ აი ესეთი როგორცაც ახლა გხედავ და ზოგადად გხედავდი, უცებ დაგინახე აი სრულიად გარდასახული. და აღმოჩნდა, რომ შენ მონასტერს ძალიან ხშირად სტუმრობ. აი საიდან დაიწყო ეს შენი მეორე ცხოვრება? ჩემთვის არის ძალიან პირადი ეს ყველაფერი. ამ თემაზე არასდროს არავისთან არ ვსაუბრობ, ძალიან ფაქიზი თემაა. მაგრამ რადგან მკითხეთ და ინტერესი იყო, გეტყვით, დაახლოებით 14 წლის წინ დაიწყო. თუმცა ბავშვობიდან ვეძიებოდი და უფრო ღრმა ბავშვობაში ვიპოვე. როგორც სჭირდება სხეულს მოვლა, ასევე სჭირდება სულს. სხეულის მოვლა შეუგულისხმობ ჰიგიენას და არა პროცედურებს. მონასტერი არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც აი ამ ლოცვაში, ფიქრში ძალიან ბევრ რამეს იგებ. იგებ ძალიან მარტივად. რას გულისხმობ მარტივაში? აი ადამიანს ხო უჩნდება სულ შეკითხვები საკუთარ თავთან, რა უნდა, რა სურს, არის თუ არა ის ბედნიერი. და ამ შეკითხვებზე პასუხი ხან რა არის და ხან რა არის. რა არის მისთვის, ხო? ბედნიერება. რა თქმა უნდა. სადეძიება. ბედნიერება თუ არის მიზანი და ადგილი, სადაც უნდა მივიდე, ეს ან მოვა, ხან წავა. და როდესაც ბედნიერება იგებ მაშინ, როდესაც შენ ხდები მადლიერი და იასრებ რა არის მადლიერება, აი ამ ყველაფერს, ყველა შეკითხვას თავისით მარტივად ეცემა პასუხები. ეს პასუხები პირველად გაუცნობიერებლად გავიგე მონასტერში. მონასტერში მე დავდივარ როგორც სტუმარი. ანუ როგორ დადიხარ, რამდენიმე დღე ცხოვრობ იქ? კი. აი მაქსიმუმ რამდენი დღე გაგიტარებია? 3-5. როდესაც მარხვებიან იწყება, ან მთავრდება. მონასტრული უბრალოება იყო ჩემთვის პირველად, რაც ვნახე, აღმოჩენა. ძალიან ემოციური იყო. თავიდან როგორც სტუმარი ისე მივედი, იქაური მორჩილების შემდეგ უკვე ადამიანი იგებ რომ ხარ მადლში. ძალიან ბევრი საქმეა მონასტერში ზოგადად და აი ამ დახმარებაშიც იგებ რომ შენთან მოდის მადლი. რთულია გადმოცე სიტყვებით, რას გრძნობ იქ, აი ძალიან რთულია. ძალიან თითქოს ყველა მონასტერს აქვს თავისი წესი. თავი არის მორჩილება, მაგრამ მორჩილება სიტყვა არ ნიშნავს მონობას. ხო, ამ სიტყვაზე ძალიან ბევრ ცოტა აგრესია აქვს, განსაკუთრებით ქალებს. ყველაზე დიდი თავისუფლება. აი ყველაზე დიდ თავისუფლებას გრძნობ იცით. ამ დროს შენ არ გაქვს შიში, როდესაც უპირობო სიყვარულში და ნდობაში ხარ. შენ არ გაგაჩნია შიში. თუ რამეს მიმიღწევია, შიშის დამარცხების გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევ. თორე ადამიანი რაღაცა ნაბიჯებს დგამდა და იქ არ კონდეს შიში, უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ აი ეს ძალა გაძლევს იმის საშუალებას, რომ შიში დაივიწყო. და ეს ხდება მაშინ, როცა შენ პირობო სიყვარულში ხარ ღვთის წინაშე. შეგიძლია უფრო ჩაგვახედო მონასტრულ ცხოვრებაში? რთულია სიტყვით აღწერა, აი მართლა რთულია. ის რომ იგებ რა არის ბედნიერება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის შენთვის ბედნიერება? აი მადლიერებით იგებ, რომ ყოველი დღე, ყოველი წამი, ყოველი წუთი ადამიანი აღიქვამ, რომ რა ბედნიერი ხარ, პრობლემები, განსაცდელები, რაც გაგივლია, ყველა ფრისტინაში იხდი მადლობას. არც ბოღმაში და პრობლემაში რჩები, იმიტომ რომ მაგან ყველაფერმა მიჩვევა იცის ისეთი, რომ გამოსვლა გიჭერს. თავისუფალი ხარ, აი თავისუფლება თუ გინდა სადმე ნახო, უნდა ეზიარო მაგ ცხოვრებას და ნახავ, როგორი თავისუფალი ხარ ადამიანი, როგორი
მშვიდი ხარ, სულიერად გაწონასწორებული ხარ. აი მარტივად რო გითხრათ, ჰარმონიაში ხარ. როდესაც აი ამ შიშის პრობლემას იხსნე ადამიანი. შენი აზრით როგორ მიხვედი აი იქამდე რომ მონასტერში წასულიყავი? აი რა იყო მაგის რამე წინაპირობა იყო? იცით როგორ არის როგორ ადამიანი მიხვდი? უფალი 100 ჯერ დაგეკაკუნებს და უნდა მიხვდა რომ ის არის ბედნიერებაში გვიჭირს ამისი აღქმა რომ ეს ღვთისგან არის მიგაჩნია რომ შენ დაიმსახურე კარგი მშობლები, კარგი შვილები, კარგი მეგობრები, ეს ყველაფერი შენ გეკუთვნოდა და ესე არ არის. ეს ყველაფერი არის ღვთისგან. ჩემ შემთხვევაში დაიწყო ისე რომ მე ბედნიერებაში გავიგე. ძალიან ხშირად ხდება რომ უნდა მოვიდეს განსაცდელი და განსაცდელში იგებ რომ არსებობს ღმერთი, რომ ის აუცილებლად გჭირდება და მისგან როდესაც ნაბიჯს გადადგამ, აი მაშინ ხარ ადამიანი ნამდვილად ბედნიერი. ხო რაღაც შვებას რა თქმა უნდა, როდესაც შიში არ გაქვს შენ, მაშინ ხარ ბედნიერი და თავისუფალი. სხვა დანარჩენი სულ შიშებში ვართ, რომ აი მე შინია ბედნიერების. ის კი არა რომ უბედური ბედნიერებისაც გეშინია. მაგიტო აი ეს სულიერი სიმშვიდე მოდის მაგ დროს, როცა შენ ამ ყველაფერს ეზიარები. და თვითონ მონასტერში რას აკეთებთ? აი როგორ ცხოვრობ? ყველაფერს მორჩილებაში რა ტიპიკონიც აქვს მონასტერს, აი იმას მიყვები. ყველაფრის მონაწილე, ყველაფერს აბსოლუტურად რა კურთხევაც გაქვს. იმ ყველაფერს გადანაწილებულია საქმე. დიახ. შენ ბოლოს რა საქმე დაგავალეს? ძალიან ხშირად ისეთი სასაცილო ისტორია მაქვს. ჩემი ჯვრისწერის დროს მამას ტაძრები აქვს აშენებული და ერთ-ერთ ტაძარში სადაც მამა მიიღო მონაწილეობა, ჩატარდა ჩემი ჯვრისწერა. მე მეგონა რომ მაშინაც სულიერად მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის და მე გამოპრანჭული, რაღაც რომელი კამერა გიყურებს, აი ამ სიტუაციაში ვარ. მესმის რომ უნდა იყო მორჩილი. გაიგე დალიკა რომ უნდა იყო მორჩილი მამა, რომელიც ჯვარს წერს და შევედი წინააღმდეგობაში რომ გაიჩნია მამაო. არ მოგეწონა ეგ. არ მომეწონა. მამამ ასე დაასრულა ჩემი ჯვრისწერა, რომ დამასრულებინე ახლა ეს ჯვრისწერა და მე შენ დაგნიშნავ თებშების უფროსად. ახლა რაღაცა ისე ხუმრობით მამაომ. წლების შემდეგ აი ეს ვიდეო ვნახე, რომ მამაო მეუბნება ესეთ რაღაცას და იცით როდის გამახსენდა, როდესაც აი პირველი იყო, რომ რა კანონსაც გაცლევენ, რომ იმას აკეთებ მორჩილება, რომ თებშები უნდა გამერეცა. უცებ გამახსენდა ეს ისტორია, რომ მორჩილება, მაშინ რო ჯვრისწერის დროს წინააღმდეგობაში შევედი, აღმოჩნდა, რომ თებშები და დავაკავშირე, იცით? დავაკავშირე და ზოგადად ეს არის მონასტერი, ბევრი ფიქრის დრო გაქვს. ლოცვის დროს ყველაფერს შენით იგებ. ყველაფერს აანალიზებ, რა იყო, რა მოხდა, საიდან აღმოჩნდი აქ. ნუ თუ აღმოჩნდი, ესე იგი მატლში ხარ. საინტერესოა. ახლა მომინდა რომ მეც გამოვცადო. აი ესეთი ცხოვრება. ეს უნდა განიცადო ადამიანმა. და მაგის შემდეგ უკვე ძალიან ბევრ რაღაცას გადააფასებ. მაგის მერე კონკურენტებს მტრებს შეეცდები ყოველ შემთხვევაში, შეეცდები რომ არ იცხოვრო მაგ ტერმინებთან თანამონაწილე არ იყო მისი. თორე ფიქრით ყველაფერს იფიქრებ ადამიანი, ყველაფერს აბსოლუტურად. ხო, მთავარია ქმედებაში რა გამოიხატება და შენი ცხოვრება როგორი. კი, გეთახმები. ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლა აქამდე რომ მოვედით, შენ ხშირად ახსენე რწმენა, ეს რომ ღმერთის ძალას გრძნობ და ასე შემდეგ და აი ეს მე მგონი მაყურებლისთვისაც სიურპრიზი იქნებოდა. შენ აი ესეთი მეორე ცხოვრება. ველიერება ზოგადად ამ თემასთან არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება. ყველა მის გზა უნდა გაიაროს. ვიღაცასთან ადრე იწყება, ვიღაცასთან გვიან იწყება. თუმცა იწყება აუცილებლად ყველასთან და
უნდა გამოიცნო. ამან შეცვალა შენი მიდგომები საქმეში? რა თქმა უნდა. აი მაგალითად რას იყენებ? აი იქ ნასწავლს, ასე ვთქვათ, გაკვეთილებს, ან იმას, რასაც შენ იგებ შენ თავზე, მტრებს არის ჩემ პირველ რიგში, რომ ხო. მტერი არ არსებობს. ის არის თუ არსებობს, ის არის მისი პრობლემა, ის არ არის შენი პრობლემა და შენ თუ იგივე ქმედებით არ უპასუხებ, შენ თავს ცემ პირველ რიგში პატევს. და მაინც მთავარი ეს მადლიერებაა. რა თქმა რო უნდა. ცხოვრობ რა მადლიერებაში. თქმა უნდა, მადლიერების გარეშე ვერაფერს ვერ იგებ, რაღაცები მოდის, მიდის, ხან ხარ ბედნიერი, ხან არ ხარ, ხან ხო. ვფიქრობ, რომ რაღაცა მიზანია ბედნიერება და დანიშნულების ადგილი და არა, ძალიან მარტივია, როცა ხარ მადლიერი, ადვილად მოდის შენთან სიხარული. წარმატების მისაღწევა ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო. რა თქმა უნდა. ესეც ხო არ გასწავლა? აი მეორე ცხოვრება. მოთმინების, დათმენის, შენდობის, პატიების, მორჩილების გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევ. ვერაფერს აბსოლუტურად. ეს არის ფუძე. აქედან მოდის მადლი. და არა ის, რომ ამბიცია, რაღაცეები შევქმენი ძლიერი ვარ, განათლებული ვარ. არანაირი. ეხლა შენ ახსენა კიდევ მორჩილება და შენთვის როგორ გამოიყურება ეს მორჩილება? აი, ბევრს აღიზიანებს ეს სიტყვა. შენთვის რა განმარტება აქვს მორჩილებას? მორჩილება ღვთის წინაშე არის ყველაფერი. მადლი უნდა იგრძნო და რთული ალბათ განმარტო, რას ნიშნავს მორჩილება. თავისუფლებას, მაგას მოყვება თავისუფლება და არა ის, რომ დღეს შეიძლება პირობითად რაღაცა მოვითვინო და ხვალ დავინახავ, ასე უნდა იცხოვრო. თუ გინდა იყო თავისუფალი, თუ გინდა დაამარცხო შიში. შიშთან ცხოვრება ძალიან რთულია, ძალიან. ადამიანს ბედნიერების რო გეშინია, წარმოგედგენიათ უბედურების როგორ გეშინია. მაგიტო არაძლევ თავისუფლებას, რომ იყო ბედნიერი, ვერ იგებ ბედნიერებას, ვერ ირგებ უბრალოდ. ვერ ირგებ, ხო? და ძალიან დიდი დრო გეკარგება, როდესაც მარტივად შეგიძლია ეს გაიგო და აუხსნა თავს. რა მარტივია, რა მარტივი ყოფილა. შენს პაციენტებთან ურთიერთობისას, აი მათთან კონსულტაციისას. არასოდეს ამ თემაზე არავისთან არ მისაუბრეა. პირველი მაგრამ ეს ხო გამოიხატება შენს მიდგომებში. აი ის ალბათ გამოიხატება, იმიტომ რომ მე ასე ვცხოვრობ. ეს არ არის, რომ რაღაცა გუშინ ვისწავლე. ალბათ გამოიხატება, მაგრამ ამ თემაზე არავისთან არის დროს არ მისაუბრეა. ოჯახის წევრებთანაც, აი შვილები რასაც ხედავენ იქ, რომ საუბრები, რომ იცი რა შენ ასე უნდა გააკეთო, შენ როგორც გინდა. შენ რა ცხოვრებაც გინდა, იმ ცხოვრებით იცხოვრე. შესაბამისად ამ თემაზე ესე დამოწყვრა მით უმეტეს არ შეიძლება, ეს არის ჩემი ცხოვრება. მაგიტომ თუ ვიქნებოდი გულახდილი, ვერაფრით ვერ ვიტყოდი, თუ შეკითხვა იყო წარმატება, რომ ეს წარმატება მეკუთვნოდა და მხოლოდ შრომის ფასი იყო, რასაც მე ვაღწია. კი, მე ვიცი, რომ შენ ამაზე არ საუბრობ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ გითხარი და ჩვენ გაგვიზიარე. ახლა ისევ რომ დაუბრუნდეთ სილამაზის თემას, ჩვენ ვახსენეთ დისმორფოფობია. დიახ. მაგრამ ამის მიღმა, ანუ აქამდე რო არ მივიდეს ადამიანი, რას ურჩევდი ქალბატონებს? რა უნდა გააკეთონ, რომ ისინი იყვნენ კმაყოფილები საკუთარი გარეგნობით? პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შეიყვარონ. და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ეს არის ჩემი საყვარელი ტერმინი. საუკეთესო ვერსია, ესე იგი, შენ უნდა იყოს შენ. აი გარდასახვა არ უნდა გინდებოდეს. რომ ვგავდე ვიღაცას, ხშირად ფოტოებით მოდიან პაციენტები და კიდევ მოდიან ფოტო, ეს ადრე მახსოვს ძალიან ხშირად. ძალიან ხშირად, ძალიან. ბუნებრივი სილამაზის გაუმჯობესება. ეს შემიძლია ურჩიო ყველას. რა თქმა უნდა, თავის მოვლა, ზომიერების გათვალისწინებით. შენი რუტინა როგორ გამოიყურება? დილის რუტინა, ღამის რუტინა? გააქვს ესეთი? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არ უნდა გამოდავა. ნუ ალბათ რუტინაში ყველაზე მარტივი რაც არის, კანის მოვლა და
ზისდამ თავის გამოყენება, რომელსაც Mhm. სხვათა შორის წლები ვამბობდი და მე თვითონ არ გამოვიყენებდი. არ უნდა ვამბობდე, რომ რუჯის მოყვარული ვარ, მეგონა, რომ მასე რუჯს ვერ მივიღებდი, მაგრამ ხო, ეს არ არის. ეს აუცილებელი კომპონენტია კი. ჩვენი კანისთვის. გარე ფაქტორები აზიანებს კანს ასე რომ კი, ვისაც ჯერა რომ მზისგან დამცავთან ერთად რუჯს არ მიიღებთ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. კი. აუცილებლად მიიღებთ რუჯს. მე დიდი ხანი მეც მასე ვარ მეგონა ასე წლები. რა დიახ, ხო. ნამდვილად გეთანხმებით. დალიკა, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი სილამაზეზე. იმ შენს მეორე ცხოვრებაზე, რომელიც ჩემთვის ასეთი საინტერესო იყო და მადლობა რომ გაგვიზიარე ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ დალიკას ისტორიაში არის ყველა გოგოსთვის, ან ქალბატონისთვის, ვინც ახლა გვისმენს, რაღაც ისეთი, რაც აი კაუჩს გამოდება რომ ამბობენ და რომ დარჩება შენთან და იმას მოეჭიდები და გამოიყენებ შენი ცხოვრების შეიძლება შესაძლოა და ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის არა, მაგრამ რაღაც ნაბიჯის გადასადგმელად, რაღაც ძალის შესამატებლად, რომ ადამიანს ჭირდება, რომ აი ეს ძალა იგრძნოს, რომ მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება და შემდეგ აი ეს გადაწყვეტილება შეინარჩუნოს და განახორციელოს მართლა ის, რასაც გადაწყვეტს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ მადლობა ძალიან დიდი. მადლობას გიხდით თქვენ მოწვევისთვის. გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას და დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, უკვე წარმომიდგენია როგორ საიმედო ხელში არიან შენი პაციენტები და როგორი დიდი ბედნიერები მადლობა. შენი არსებობით, რომ ის შენ ზრუნავ მათ სილამაზეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ თუ თქვენთვის საინტერესო იყო ჩვენი საუბარი, გთხოვთ გახდით ჩვენი გამომწერი, დაგვიტოვეთ კომენტარები და მოიწონეთ ეს ვიდეო. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. დროებით.